სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას ეთანი სვავს, ეთანი იცით, ბიბლიური სახელია და ერთ-ერთ ცნობილ მსახიობსაც ქვია ეთან ჰოქს. ძალიან პატარა ახალგაზრდა ძმები არიან, მე მგონი, აი სურათიც დავდები ნახეთ. სვავს ესეც საინტერესო კითხვას, ყოველდღიურად რამდენი დრო უნდა დაუთმოთ ბიბლიის საკითხვას და მოაქვს ფსალმუნიდან ადგილი. მე მოვისმინე ფსალმუნის, გამარჯობათ მე ეთანი მქვია, გამარჯობა ეთან. მე მოვისმინე ფსალმუნის 118-ს მე-9 და მე-11 მუხლები და მინდა რომ ამ სიტყვებს მივყვე. როგორ შეინახოს ყმაწვილმა სიწმინდე თავისი გზისა, დაიცვას იგი შენი სიტყვისამებრ. მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვეებნებ შენი მცნებებიდან, გულში დავიუნჯე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო. მაგრამ ამისათვის პასტორ ჯონ, რამდენი დრო უნდა დავყოთ ბიბლიასთან და როგორ გირჩევდით თქვენ ყოველდღიურად ღვთის სიტყვას, რამდენი დრო უნდა დაუთმოთ? ჯონ მაკარტი პასუხობს, ეთან, რამდენი დრო უნდა დაუთმოთ სიტყვას ყოველდღიურად? ხედავთ ის რას ამბობს, როგორ შეუძლია ახალგაზრდას თავისი გზის სიწმინდის შენარჩუნება. შენი სიტყვის მიერ, შენი სიტყვის დაცვით. ხომ ასეა? ასე რომ თქვენ იცით, რომ თქვენის გზის სიწმინდე გადის ღვთის სიტყვაზე. და მე ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტი. მაგრამ მე გირჩევთ, როგორც ახალგაზრდას, მოდით დაიწყეთ 15 ან 20 წუთით ყოველ დღე. მე ვფიქრობ, რომ თქვენც იგივე დაგემართებათ, რაც მე დამემართა, როცა ძალიან პატარა ვიყავი და ბიბლიის კითხვა დავიწყე. და მან ისე მომხიბლა, რომ ხელიდან უკვე ვეღარ ვაგდებდი და აღმოვაჩინე, რომ უფრო და უფრო მეც ვკითხულობდი. ამიტომ მიხარია, თუ გაქვთ თქვენ მაკარტურის სასწავლებელი, ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა პატარა წიგნი ბიბლია, რომ გქონდეთ ჯიბეში. ჩაიდებთ, წაიღებთ ნებისმიერ დროს და როცა გამონახავთ თავისუფალ დროს, უბრალოდ წაიკითხეთ. რადგან ის თქვენ აზრებს გააკონტროლებს. და ასე შეინარჩუნებთ იმ თქვენ გზას სუფთად და წმინდად. მე აღმოვაჩინე, რომ ბიბლიის მოწყვეტილი მუხლების საკითხვა, რამედ წიგნის საკითხვა, ერთი წიგნს რო აიღებთ ბიბლიისას, მაგალითად აიღებთ რომელიღაცა წიგნს ბიბლიისას და იმას კარგად წაიკითხავთ. მაგალითად, შეგიძლია დაიწყოთ ახალი ათქმით. ავიღეთ პატარა მოკლე წიგნს შიგნით, რომელიც არის. მაგალითად, ფილიპელთა მიმართ. და 30 დღის განმავლობაში ერთი და იგივე ამ წიგნს წავიკითხავდი მე. მაგალითად 15-20 წუთი იჭერს ფილიპელთა წერილის საკითხვა. დაახლოებით ეგრე არის. და მე 30 დღის განმავლობაში აი ამას გირჩევდი წაიკითხოთ. ეხლა მეორე დღეს, პირველ დღეს წაიკითხავთ, მეორე დღეს დაბრუნდით იგივე და ეს გაიმეორთ 30 დღის განმავლობაში. თქვენ უკვე კარგად გეცოდინებათ ერთი წერილი ბიბლიის. ეს იქნება ფილიპელთა წერილი. ასე რომ გაიგებთ რა წერია მასში და დაიმახსოვრეთ მათ უკვე ვიზუალურად გეცოდინებათ გონებაში. მერე გადახვალთ მეორე გვერდზე და წაიკითხავთ იმას. ეხლა გადახვალთ სხვა წიგნზე. როდესაც იოანეს მსგავს დიდ წიგნს მიაღწევთ სახარებას, ხო? მაგალითად იქიდან აიღებთ 5 თავს. და ამას წაიკითხავთ ყოველ დღე ერთი თვის განმავლობაში. და საბოლოო თვების გავლასთან ერთად მთლიანად აითვისებთ ამ სახარებას. და წიგნების ესე გამორჩევა და წაკითხვა უკეთესია. ვიბრალოდ ისე გადახდომით წაკითხვა. უწესრიგოდ. რადგან როდესაც ღმერთმა მოგცვა თავის სიტყვა, მან მოგცვა ეს 66 წიგნი. ამიტომ მოგიწოდებთ ამის გაკეთებას. და თუ დაადგენთ არა საათის, არამედ წიგნის მიზანს, მაგალითად, იოანეს პირველი 5 თავი 30 დღის განმავლობაში უნდა წავიკითხო. და ვიცი რომ, როდესაც მე პირველად გავაკეთეს, დავიწყე იოანეს პირველი თავით. და 30 დღის განმავლობაში კითხულობდი და მერე უცე მომივიდა სურვილი. მე კიდევ მინდა ერთხელ ეს გავაკეთო. ასე რომ 90 დღის განმავლობაში კითხულობდი და გონებაში მქონდა უკვე იოანეს პირველი თავი მთლიანად. და როგორც კი ჩემი გახდა, მე აღარ მჭირდებოდა ბიბლია, რადგან უკვე შემეძლო მისი გონებით დანახვა. ჩემი გონებით მე ხედავდი უკვე ვიზუალურად თუ რა იყო. ამიტომ ფიქრობ საუკეთესო გზა არ არის
დროის გამო რჩევა, არამედ აირჩიეთ ისეთი რაოდენობა, რომლის წაკითხვა თქვენ ყოველდღე შეგიძლიათ და უბრალოდ განაგრძეთ მისი კითხვა, სანამდე კარგად არ დაიმახსოვრებთ. იმედია გაიგეთ ხომ ეს და გამოგადგებათ ეთან. დიახ, მადლობთ პასტორ ჯონ. მადლობა თქვენ კითხვისათვის.